ოთხიანებო მოგისალმებით, ეს ვიდეო არის თქვენთვის, მასშტაბი ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ნებისმიერი თვის 4 რიცხვში. თქვენი რეალიზაცია არის იქ, სადაც არის სტრუქტურა, სადაც არის დისციპლინა, რადგანაც თქვენ ვერ იტანთ ქაოსს და ოთხიანი აღწევს წარმატებას, როდესაც მიდის ახალში. თქვენი პრობლემა არის, რომ თქვენ გიყვართ სტაბილურობა, საშინლად ვერ იტანთ ქაოსს და ძალიან ხშირად მუშაობთ ძალიან დიდი დროის განმავლობაში ერთ სამსახურში, რადგანაც გეშინიათ ახალში წასვლის და გახასიათებთ ფულის შეგროვება. არადა პირიქით თქვენი წარმატება არის იქ, როდესაც თქვენს ფულს ჩადებთ ინვესტიციას და განვითარდებით. ძალიან კარგი იქნება თუ დაკავდებით სპორტით, რადგანაც როდესაც ოთხიანი მიდის სპორტში და თავის მთლიან ენერგიას, იმიტომ რომ ოთხიანებო თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ფიზიკური ენერგია ორგანიზმში და ამის რეალიზებას ახდენთ და მიდიხართ სპორტში და ვარჯიშობთ და ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევთ, თქვენი შემოსავალიც იზრდება. თუ მაგალითად თქვენ ცხოვრებას დაუკავშირებთ სპორტს, იმიტომ რომ ოთხიანები ძალიან კარგი სპორტსმენები არიან, ეს თქვენთვის ძალიან წარმატებული იქნება, ასევე საერთოდ ოთხიანი არის მშენებელი. თუ აირჩევთ ისეთ პროფესიებს, სადაც იქნება მაგალითად მშენებლობა, ან დაუშვათ მიწაზე მუშაობა, თქვენი საგვარეულო ბიზნესის განვითარება, ესეც ძალიან კარგი იქნება თქვენთვის, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. როგორც მანამდე სამიანებზე ვთქვი, ქალი აღწევს წარმატებას, სამიანი, როდესაც ის დედა ხდება და ოთხიანი აღწევს წარმატებას, მამაკაცი, როდესაც ის მაგალითად ოჯახს ქმნის, ხდება მამა და იღებს თავის ოჯახზე პასუხისმგებლობას. საერთოდ ოთხიანებს მინუსში, როგორც გითხარით, ახასიათებს ფულის დაგროვება. არადა პირიქით, როდესაც იწყებთ ფულის დაგროვებას და გეშინიათ, რომ ის ბიზნესში ჩადოთ, თქვენი შემოსავალი სტაბილური იქნება, მაგრამ ის თქვენი ყულაბა ძალიან ნელა გაივსება და მერე ეს თქვენ საერთოდ გაგაღიზიანებთ. ამიტომ კარგი იქნება თუ არ შეგეშინდებათ საკუთარი თავის განვითარების და წახვალთ მაგალითად შეისწავლით ახალ მეთოდებს, შეეცდებით რომ თქვენი ფული ჩადოთ ახალ ბიზნესში და განავითაროთ, როგორც გითხარით, ეს თქვენთვის ძალიან კარგი იქნება თუ წახვალთ სპორტში, ან ისეთ პროფესიები, რომელიც არის დაკავშირებული სპორტთან, ან დაუშვათ სპორტისთვის შესაბამის სპორტდარბაზი, შეიძლება იყოს მაღაზია, რომელიც დაუშვათ სწორკვებასთან და სპორტულ ინვენტარებთან იქნება დაკავშირებული. თქვენთვის ეს ძალიან მონგებიანი იქნება. ასევე თქვენთვის იქნება კარგი მშენებლობის სფერო, ისეთი სფერო, რომელიც დაუშვათ სტრუქტურას მოითხოვს, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, სამხედრო თქვენთვის ძალიან წარმატებული იქნება. კიდევ რა, საერთოდ ოთხიანებთან წარმატება და რეალიზაცია მოდის ძალიან გვიან. ამიტომ ნუ შეგეშინდება თუ რაღაცას დაიწყებთ და ეს ძალიან ნელა განვითარდება, რადგანაც თქვენთან როგორც გითხარით, წარმატება მოვა ცოტა გვიან და ამისი ნუ შეგეშინდებათ. ქალებს მინდა ვუთხრა, რომ თუ 4 რიცხვში ხართ დაბადებული, ეცადეთ რომ ისეთ პროფესიებში განვითარდეთ, რომელიც დაკავშირებულია ქალებთან, რადგანაც მამაკაცებთან დაკავშირებულ პროფესიებში თქვენი ქალური ენერგია მამაკაცურ ენერგიად გადაიქცევა და მერე ეს პირად ცხოვრებაში საკმაოდ შეგიშლით ხელს და ოთხიანებს მინდა მივმართო, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა იქონიოთ მამასთან, რადგან ოთხიანი ეს ნიშნავს საერთოდ მამის ენერგიას და 4 რიცხვში დაბადებული ადამიანებს ძალიან ხშირ შემთხვევაში აქვთ ცუდი ურთიერთობა მამასთან და თუ მასთან წყენა გაკავშირებთ, აპატიეთ მას და ეცადეთ რომ მას გაუგო და კარგი ურთიერთობა იქონიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მერე თქვენს რეალიზაციაზე ძალიან იმოქმედებს და თუ საერთოდ არ დაბლოკავს, ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ცუდი რეალიზაცია გექნებათ. იმედი მაქვს, რომ ეს რჩევები გამოგადგებათ, გისურვებთ წარმატებას და ხუთიანებზე შემდეგ ვიდეოში ჩაგიწერთ და გამიხარდება თუ ამ გვერდს მოიწონებთ და გამოიწერთ. გემშვიდობებით.